არ მივესალმები ისეთ ინვესტორს, ვიზეც მე არ ვიცი არაფერი. ერთმა დეველოპერმა მითხრა მაქსიმუმ 500 მილიონზეა საუბარი. იქ საძილე უბანს რო ააშენებ, აი არ მოიზიდავს არავის. თუ ეს პროექტი კარგი იქნება და ათასობით ცხოველი ჩამოვა ჩვენთან სასწორებლად, კიდევ უკეთესი, კიდევ უფრო გამდიდრდებით. ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია კონკრეტულად ეროვნების გამო. კარგად საიდან მოდის, წარმომავლობა რა აქვს ამ ფულს? რამდენად ლეგალურია, რამდენად არ მოყვება ამას სისხლი? თუ ეს პირობები მართლა რეალურია და ესეთი გადასარევი შედეგი ექნება ქვეყანაზე, როგორ შეიძლება ეს არ უდოდეს რიგით მოქალაქეს? რომ თავრობის საქმე საერთოდ არ არის ინვესტირება, არანაირი ფორმით არსად სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ის უნდა გახდეს ბიზნესმენი. ჩვენი გაიცანით, სხვების გაიცანით და მაინც ხარ მოგვეცით. მიუხედავად ისა, პროგრამებს ვკითხულობ. ეხლა ვფიქრობ, ხარ შევცვალოთ დებატის თემა და შევცვალოთ. იმდენ ყოფ მდგომარეობაში უნდა დარბოდნენ, თავრობა არ უნდა იყოს, რეგულაციები არ უნდა იყოს და ალბათ თქვენ თქვით ეგ ზუსტად. როგორც პატიოსანი მოქალაქის ვალდებულება გადაწყვეტები არ გადაიხადოს. კონკრეტული ქვეყნის მაგალითი მითხარით, თქვენთვის იდეალური იმ დოქტრინაზე და იმ ულტრა მემარჯვენე ამით შეფუთული რაღაცა ბოლით მოგესალმებით, გადაცემა კამათობა მორიგი ეპიზოდით დაგიბრუნდათ. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, რომელშიც განვიხილავთ ხალხისთვის საინტერესო და აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებსა და თემებს. მე კი მისი წამყვანი და მოდერატორი ანა ყაულაშვილი ვარ და ვეცდები, რომ დღევანდელ დებატებსაც გავართვა თავი. შეგახსენებთ, რომ გადაცემა კამათობა გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე მისმინეს YouTube პლატფორმაზე. მოგიწოდებთ, რომ დაგვალაიქოთ, უყუროთ ამ ვიდეოს ბოლომდე, ასევე გამოგყვეთ მისმინეს პროდუქტებს და თვალიადევნოთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე და რაც შეეხება კონკრეტულად კამათობას, ჩვენი გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერი არის საქართველოს უნივერსიტეტი. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინძელ დღეს ქმნის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ჩვენთვის ირაკლი კობახიძისგან, რომ საქართველოში, კერძოდ თბილისის და ბათუმის შემოგარენში იგეგმება დაახლოებით 6 მილიარდზე ცოტა მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის განხორციელება, სადაც ჩართული არის ქართული მხარე და იგეგმება, რომ მომავალში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სარგებელი საქართველოს შეეხება სადღაც 33%, რაც მოიცავს სადღაც 2 მილიარდ ლარს თუ სწორად მახსოვს და მე მგონი სწორი არის. საინტერესო არის ის, რომ ხელშეკრულების დეტალები და მთლიანად ხელშეკრულებაც არის კომერციული საიდუმლოდ გამოცხადებული, რასაც თავისი ახსნა აქვს, თუ კობახიძეს დაუჯერებთ, მაგრამ მაინც ალბათ საეჭვო არის ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის ინვესტორი არის კერძო არაბული კომპანია Eagle Hills-ი. ამ ყველაფერმა გამოიწვია საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა, ზოგ ადამიანს მოსწონს ეს პროექტი და ხედავს პერსპექტივას, ზოგი ადამიანი საფრთხეს ხედავს სხვადასხვა მიმართულებით. დღეს ამ თემაზე მოვიწვევთ სტუმრები, ამ თემაზე სადისკუსიოდ. ეს არის ნიკოლოზ ალავიძე, მოძრაობა ჯერ საქართველოსთვის წარმომადგენელი და ალექსანდრე რაქვიაშვილი, სანდრო რაქვიაშვილი, პარტია გირჩიდან. მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში მოსვლისთვის, დროის დათმობისთვის, ნდობისთვის. ვიმედოვნებ, რომ საინტერესო დებატები გამოვა. მინდა რომ მოკლედ გაეცნოთ მაყურებელს, თქვენი გადმოსახედი გააცნოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მოკლედ სანამ უშუალოდ სადისკუსიო თემაზე გადავალთ და შემდეგ გაგაცნობთ წესებს, რომელიც ცოტათი ცვლილებები შევიტანეთ. თქვენ ერთხელ უკვე ხართ ჩვენთან ამყოფი და ცოტა ცვლილებები გვაქვს დღევანდელ დებატში. ნიკა, შეგიძლიათ დაიწყოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოვესალმები ბატონ სანდროსაც, მე ვარ ნიკოლოზ ალავიძე. იგივე ნიკა ალავიძე, საქართველოს მოქალაქე, გადასახადის გადამხდელი, წარმოვადგენ ამ შემთხვევაში უფრო მოძრაობას, ჯერ საქართველოსის, ეს რაღაც არა ვარ პოლიტიკოსი, არა მაქვს პოლიტიკური კარიერის და მოლოდინების და ხაზგასმით მინდა თქვა და არასოდეს არ ყოფილი ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, თუმცა ვიყავი საქართველოს ეკონომიკის ministris მოადგილე, არც ისე დიდი პერიოდი. როგორც ტექნოკრატიული რაღაც მიმართულების წარმომადგენელი, ექსპერიმენტმა, რომელიც არ იმუშავა ამ მთავრობაში. ვარ დაკავებული ძირითადად გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებით, საქმიანობით, რომელიც საშუალო და გრძელ ვადაში ქვეყნისთვის და გარემოსთვის იქნება მონგებიანი ძალიან და ასე შემდეგ და ვარ ორიენტირებული, ესე ვთქვათ, ემოციური ინვესტორი, რომელიც უფრო ორიენტირებულია ემოციურ დივიდენდებზე და არა მატერიალურ, თუმცა მატერიალურ სამყაროში ვიხსოვე. განათლებით თუ არ ეკონომისტი, ფინანსისტი და პრობლემების მოგვარების ჭალებში სპეციალისტი არ ვიტყოდი, მაგრამ ამ მიმართულებით მაქვს ხარისხი დაცული და ინოვაციების მართვის მიმართულებით. ამ თემასთან დაკავშირებითაც ორივე სიტყვა რო გითხრათ, რომელ მხარეს უფრო ემხრობით? ამ თემასთან დაკავშირებით მე ვემხრობი ზოგადად ინვესტიციების
აუცილებლობას და ის რომ ქვეყანა უნდა აკეთებდეს ყველაფერს ჯანსაღს და ჯანსაღი პროცესებით რომ უზრუნველყოს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა საკუთარ ქვეყანაში რომ გახდეს კონკურენტუნარიანი და ეს ყველაფრის კეთება ნიშნავს იმას რომ ეს უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო და გამჭვირვალობაზე, საერთაშორისო გამჭვირვალობის ხარისხზე, სამართლიანობაზე, სამართლის აღსრულებაზე. იმიტომ რომ ინვესტორი, როგორც ასეთი მოვლენა, ეს არ არის რაღაც ღვთიური მოვლენა ან მანანა, ეს არის ადამიანი ან ინსტიტუციური ჯგუფი, რომელიც ადამიანებისგან არის შემდგარი, რომელსაც უნდათ მიიღონ უფრო მეტი მოგება, ვიდრე ეს მათ გამოსდით მათ ჩვეულ საკუთარ გარემოში. შესაბამისად ისინი ეძებენ და არჩევენ ისეთ გარემოს, სადაც შედარებით მაღალი მოგება შეიძლება მიიღონ, მაგრამ ამ მოგებას შეიძლება რომ გაიტანონ სახში მარტივად ვთქვათ. ამიტომ მე მივესალმები ინვესტიციებს, მაგრამ არ მივესალმები დახურულ გარიგებებს, კარტელურ გარიგებებს, ინტერესთა კონფლიქტებს, პოტენციურს და ასევე არ მივესალმები ისეთ ინვესტორს, ვიზეც მე არ ვიცი არაფერი. ან თუ ვიცი ისეთი ინფორმაცია, რომელიც საკმარისი არ არის, ან საკმარისია უკვე რომ მე უფრო მეტი წითელი დროშა ავანთო და კითხვა დაუსვა პასუხებით რომ მივიღო. სანდრო, მადლობა. სანდრო, თქვენც რომ გაგვეცნოთ და მაყურებელსაც გაეცნოთ. სანდრო აფიაშვილი გირჩის პოლიტიკოსი, ეკონომისტი. ეს იქნება. რაც ეხება ამ კონკრეტულ პროექტს, ზოგადად მე საერთოდ არ ვარ წინააღმდეგ ინვესტიციების, ნებისმიერ ინვესტიცია, საიდანაც გინდა შემოვიდეს და მე საერთოდ არ ხედავ რომ ამაში რამე პრობლემა შეიძლება იყოს. თვითონ ინვესტიციაში. იმიტომ რომ უცხოელი ჩამოდის, ჩამოაქვს ფული, რაღაცას აშენებს, რამე პრობლემა თუ შეიძლება არსებობდეს, მხოლოდ შენ მხარეს შეიძლება არსებობდეს. ანუ შენ თუ გაქვს არასემართლიანი სისტემა აწყობილი, შენ თუ კორუფცია გაქვს აქ და იმის ნაცვლად რომ ამ ინვესტიციის სარგებელი სულად შეიმკო, პირობითად ფულს მაგალითად დახარჯავ იმაზე, რომ ამორჩეული მოისყიდო იმის ნაცვლად რომ ეკონომიკა გაიზარდოს და შემდეგ, მაშინ შეიძლება ეს პრობლემა იყოს, პრობლემა ინვესტიციაში არ იქნება. ანუ ზოგადად ინვესტორების მიმართ ნეგატივის გამოხატვა პირიქით, მადლობა უთხრათ ადამიანს, რომელიც ჩამოდის და ფულს დებს ჩვენ ქვეყანაში. რაც მეტი მით უკეთესი. ამერიკელები ჩამოვიდნენ, ჩინელები ჩამოვიდნენ და ამ ნეტლოში მე პრობლემა ამ პროექტთან არ მაქვს, მაგრამ მე მაქვს პრობლემა, რომ გასაგებია განჭვრელობის საკითხის ბუნებრივად გამოვლინდა, იმიტომ რომ უცნაური რაღაცები იყო, თქვა, რომელიც მინიმუმ ახსნას საჭიროებს. და თავი პრობლემა ის არის, რომ იდეაში ისეთი პირობებია, რაც ახლა შეიძლება დავასვან, ისეთი პირობებია, ასე ვთქვათ, შეთავაზებული არაბი ინვესტორისთვის, რომ მე მგონი ის პირობებია, რომ უბრალოდ აუქციონზე გამოეტანათ. შეიძლება ბევრი სხვა დეველოპერის დათანხმებული იყო იგივეს. დაწყებული იმით, რომ მიწას არც ისე ძვირად ყიდიან, დამთავრებული იმით, რომ პრემიერი რეკლამას აკეთებს. ხო და ეს ყველაფერი ერთად რო შეეთავაზებინათ და თქვა რომ აი ამას თავაზობ და ვის კიდე შეიძლება ბევრი სხვას დათანხმებული იყო და ამიტომ ეს გამომჭირვალობა და ეს რაღაც უცნაური პირობები რომელიც აქ არის ბუნებრივია კითხვებს აჩენს. კი ბატონო. სამ დებატებზე გადავალთ წესებს გაგაცნობთ და შევახსენებთ მაყურებელსაც როგორც გითხარით პატარცვლილებები გვაქვს წესებში დასაწყისში გვექნება 5-5 წუთი უბრალოდ თქვენ გიქნებათ 5-5 წუთი რადგან თქვენი პოზიცია გააცნოთ მაყურებლებს მაგალითებით არგუმენტებით ზოგადად თქვენი პოზიცია ნათელი მოფინოთ რას ფიქრობთ და როგორ ფიქრობთ უფრო დეტალურად, შემდეგ გვექნება 30 წუთიანი რეჟიმი, ეს იქნება სადისკუსიო ღია რეჟიმი, უფრო დიალოგის რეჟიმში, აქამდე ქონა ხოლმე გაყოფილი ორ ნაწილად, ეს იყო 20 წუთიანი სადისკუსიო რეჟიმი და შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი. მე ვეცდები რომ ამ 30 წუთში გავერთიანო ეს ყველაფერი და თუ უშუალო თამაშის პროცესშიც გაჩნდება რაღაც კითხვა, იქვე გკითხოთ და თქვენ შეგეძლებათ რა თქმა უნდა რომ ისაუბროთ, დავუსვათ კითხვები ერთმანეთს და მიიღოთ პასუხები. შემდეგ გვექნება 2 წუთიანი შეჯამების ეპიზოდი და სულ ეს იქნება, მოკლედ სამ ბლოკად გაიყო ჩვენი თამაში. პირველ რიგში გავაბაროთ კამათლები და ეს არის ბოლო წესი რომ გავიგოთ სანდრო დაიწყოს ალბათ 6-2-ზე კარგი სანდრო შეგიძლიათ დაიწყო 5 წუთი გაქვს კი ბატონო თავიდან დროს ეს პროექტი დაანონსდა ჩემი დამოკიდებულება იყო რომ გავუგნირო 6 მილიარდს მიდევს ჩვენ ქვეყანაში უბრალოდ 6 მილიარდის დახარჯვაც კი რთულია ანუ რო წარმოგიდგენთ რომ ვიღაცა 6 მილიარდი შემოიტანოს და ამდენი ცემენტი არმატურა იყიდოს უბრალოდ არ გვექნება ქვეყანაში ამდენი უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვიზამთ ამას მაგრამ ნუ ეხლა თუ ვიღაც ამ ინფრასტრუქტურის აწყობას აპირებს 6 მილიარდი რაღაც ფანტასტიკური თანხა გამოდიოდა ამიტომ მე რა ვიცი პრობლემა არ მაქვს შემოვიდეს 6 მილიარდი მაგრამ მე გაირკვა რომ ასეთი გრანდიოზული პროექტი შედარების ის 2 მილიარდ დოლარი შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ჩვენ ქვეყანაში წელიწადში რაღაც მილიარდ ნახევარი 2 ზოგჯერ ცოტა მეტი და ის რაც წელიწადში
შემოდის ყველა ქვეყნიდან, ერთი ინვესტორისგან შემოვიდეს 3-ჯერ მეტი, ალბათ, რა ვიცი, ყველა ვიგრძნობდით, აი შეგვაზანზარებდა ესეთი თანხა და თუ ამის შემდეგ კიდე 10,000-ობით დიდარი არაბი ჩამოვიდოს საცხოვრებლად, თუნდაც რამდენიმე თვით, ამას ცალკე ეფექტი, ანუ რაღაც ძალიან გამდიდრდებოდით რა და ვიფიქრე რომ თუ ამას აკეთებენ, რატომ უნდა დამალო რამე ინფორმაცია, ანუ ეს ხო ძალიან ზედაპირზეა, იმიტომ რომ რა ვიცი, ყოჩახ უნდა თქვა რა, ნახე რამე რაღაც გააკეთე. და ეს იმდენად დიდი თანხა იყო, რომ როგორც არ უნდა დახარჯო, რაც არ უნდა გააკეთო, ეს თანხა ჩვენ ქვეყანაში თუ იხარჯება, აი ყველა მდიდრდებით, აი მათ შორის ადამიანი ძალიან შორს შეიძლება იყოს ამ პროექტისგან, მაგრამ მე კოვახიძეს ვიდეო გამოჩნდა, სადაც ამბობს, რომ მოგება იქნება 2 მილიარდი ლარი თავრობის, ანუ სულ 6 მილიარდი ლარის მოგებისთვის წვალობენ ეს ხალხი თურმე. და ну, გასაგებია ხარ, რადგან 6 მილიარდი არ იქნება როგორც ასეთი ინვესტირებული, რაღაც ერთმა დეველოპერმა მითხრა, რომ მაქსიმუმ 500 მილიონზეა საუბარი, იმიტომ რომ მე უბრალოდ გაყიდვებით დაიწყება ამის დაფინანსება. ანუ 500 მილიონი შემოვა და რაღაც აშენდება, ეს გაიყიდება, აი ეს ფულის რეინვესტირება მოხდება, მაგრამ ამ პროცესში უკვე გამოდის, რომ პირობითად თვითონ რომ ამბობენ ნახევარ გაიყიდება საქართველოში, ის საერთოდ აღარ იქნება უცხოური ინვესტიცია, არანაირი კრიტერიუმით აღარ იქნება ინვესტიცია, ანუ პირველ რიგში 500 მილიონი ჩვეულებრივი ინვესტიცია იქნება, თუ ასე გამო ამ სქემით და მერე უკვე რა ვიცი, ჩვეულებრივი ბიზნესი და გამოვიდა რომ მთავრობა ჩაერია დეველოპერულ ბიზნესში, გახდა დეველოპერი, კოვახიძე აკეთებს რეკლამას ამ დეველოპერულ ბიზნესის და რაც თავარია ის მიწები, რომელიც იდეაში ამბობენ რომ ხალხის არის და ხალხის არის, ხო, მთავრობის არის, ну, ფაქტურად განვადებით გაყიდეს 2 მილიარდ ლარად. ხო და ამ კუთხით მე უბრალოდ არც ერთი ეს ნაწილი არ მოწონს, არც რომ მთავრობა არის ბიზნესით დაკავებული, მთავრობას არ ურჩევთ იმისთვის რომ ბიზნესი აკეთოს. და არ მომწონს ის რომ ამ მიწებს ყიდეს, იმიტომ რომ ეს მიწები რომ მიიყიდათ ხალხისთვის, ანუ ხალხს გადაეცათ. და მე ქართულ ხალხს თქვა რომ რა ვიცი, მიიყიდა არაბი ინვესტორისთვის ვაფშე არ მქონდა პრობლემა. აი როგორიც იქნებოდა 500 მილიონად აკეთებენ ამ საფრთხებს აშენებენ, 5 მილიარდად გააკეთებენ, 500 მილიონადაც კარგი იქნებოდა და 5 მილიარდი ხო შვენიერი, მაგრამ თავი პრობლემა ის კი არის, რომ არაბი ინვესტორი შემოდის, რომ ეს კომპანია ასეთია, ისეთია, არამედ რაღაცა მიწას ყიდიან რაღაც ქართულს. მე ეს პრობლემა არ აქვს. პირიქით ეს მიწა უნდა იყოს ქართული ხალხის. ეს მიწა უნდა, ვთქვათ, ქართულ ხალხმა განკარგოს და თუ შედეგად შემოვა არაბი ინვესტორი დააშინებს 16,000 ბინას ან სახლს, შვენიერი. მადლობას ვეთქვით ინვესტორს და თუ ეს პროექტი კარგი იქნება და 1000-ობით უცხოელი ჩამოვა ჩვენთან სასწორებლად, კიდევ უკეთესი, კიდევ უფრო გამდიდრდებით. მით უმეტეს რომ საბედნიერო ჩვენი კანონმდებლობით არანაირი შეღავათები მათ რაღაც მოქალაქეობას ისინი არ აძლევენ, სუბსიდიებს არ მიიღებენ, იმიტომ დიდრები არიან, კარგი იქნება. ამიტომ ამ პროექტს რა ვიცი თავისი ცალსახადადებით ხარიც აქვს, იმიტომ რომ რა ვიცი ინვესტიცია შემოდის, შეიძლება იმდენია რომელიც დაანონსდა და ამიტომ რაღაც ისეთი გრანდიოზული პროექტი არ იყოს. მაგრამ მინუსი არის ის რომ მთავრობა არა თავის საქმის ზიანობით არის დაკავებული და იმიწევს განკარგავს, რომელიც მისივე სიტყვებით ნომინალურად ქართული ხალხის არის, მაგრამ შემდგომში არ არის ქართული ხალხის. და ეს ფული, რომელიც მოგებას მიიღებს, ბიუჯეტში მიდის და არა ქართულ ხალხს. ბოლოს და ბოლოს თუ ქართული ხალხის არის ეს მისა, ავიღოთ ყოველას ანგარიშზე ჩაურიცხოთ წელი ამ 2 მილიარდის და ეგ იქნება და ნუ მინიმუმ ქართული ხალხი პირდაპირ გაგებით მიიღებ ფულს. ხო, ასე რომ ასეთი ორაზროვანი შეფასება მაქვს. არის რაღაც დადებითი ხარე, მე ზოგადად არ ვეთანხმები ბევრი შეფასებებს არაბიზაციის, რაღაც მიწის გაყიდვის, რაღაც ეს საფრთხეს ხედავ ამ პროექტში განსაკუთრებულად საფრთხე პროექტებში ვერ განხორციელდება, რომ ვერ ააშენებენ, რომ ბოლოს ბიზნესია და შეიძლება არ გაიყიდოს ეს ბინები. და დარჩება ნახევრად აშენებულია. თურქეთში არის მთელი ქალაქი, ჩინეთში არის ქალაქებია, აშენებული, მიტოვებული, არავის არ ჭირდება და კვარტვითად აწევს მეორე ეკონომიკას. აი ეს რისკი უფრო მგონია ვიდრე ის რომ რაღაც არაბები წაგვილებენ. აჰა, გასაგებია. ანუ თქვენ ამბობთ რომ მოგწონთ რაც კეთდება, უბრალოდ საეჭვო არის რამდენად გაკეთდება ისე როგორც აანონსებენ და რამდენად სიმართლეა ის ყველაფერი და ის ციფრები, რასაც და ზოგადად თავრობა რომ ამას აკეთებს მიშლის ხელს ნერვებს. კერძო კომპანიები რა ეს რო ქართული ხალხის მისაღებული იყო და იქ ინვესტორი შემოსული იყო, საერთოდ არანაირი კითხვა არ მექნებოდა. გასაგებია. ნიკა, თქვენზე გადმოვალ 5 წუთი გექნებათ თქვენი პოზიციის გასაცნობად. ჩემი პოზიცია პრინციპში ძალიან დიდად არ განსხვავდება, გარდა იმისა, რომ არ მომწონს რაც კეთდება. იმიტომ არ მომწონს, რომ არ ვიცი რა კეთდება და რაც ვიცით ამ შედარებით იაფასიანი ვიდეო რგოლით რაღაც 3D ანიმაციით, ეს ნუ გემოვნებაზე შევთანხმდით, ვაღიარებ იმას, რომ გემოვნებაზე არ დავაბედე ეს ისე, მაგრამ
მე მგონი რომ საქართველოში კი არის დედამიწის მასშტაბით უფრო მეტი ადამიანი იქნება, ვინც შეიძლება ამ კონკრეტულ ამ ხელა პროექტის გემოვნებაზე იდაოს და ცოტა უფრო გამჭვირვალედ მოიწვიოს ამ ქვეყანაში საჩუქრად გადაცემულ მიწაში ინვესტორების წყალებში ინვესტორისთვის, იმიტომ ის ბოლომდე ინვესტორი არ არის ჩემთვის, არანაირი კლასიკური გაგები ტრანსკრიფციით სიტყვა კი შეიძლება იყოს, მაგრამ ტრანსკრიფცია ამ ინვესტორის არ ნიშნავს, რომ ის ინვესტორია, ეს არის უძრავი ქონების დეველოპერი. უძრავი ქონების დეველოპერს აქვს თავისი წესები და ამაზეც ვიტყვი, ამ ესთეტიკის ხარო დავამთავრე. ამიტომ რომ რადგან რაღაც 8.5 მილიონი კვადრატული მეტრის განკარგვა და განვითარება, ანუ დეველოპმენტი უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ორ კონკრეტულ ლოკაციაზე და საკმაოდ დიდად, მე უფრო მეტი პრეტენზია მექნებოდა მომლაპარაკებლებთან, რომ როგორც მე ამ პოზიციას ვაფიქრე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მაგრამ როგორც პოლიტიკური რაღაცა აპეტიტის მქონე ადამიანმა, ჩვეულებრივად როგორც გადასახადის გადამხდელი და როგორც იძულებით გამხდარი ინვესტორი. რომ რას მივაქცევდი ყურადღებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ვიცოდე რომ ვინ აკეთებს ამ პროექტს და რახან ამ ხელა თემაზე და უპასოდ გადავეცნი ამ ინვესტორისგან მოლოდინი მაქვს რომ მეტი ფული ჩადოს იმაში რომ წამყვანი საუკეთესო არქიტექტორი მოიწვიოს, იმიტომ საქართველოს კი იმითი კი არა რომ კავკასიის მთები და ჩვენი ხინკალი და ხაჭაპურით იცნობს საყარო. აზრამი გაიცნონ როგორც მაგალითად ბარსელონას იცნობს ყველა Sagrada de Familia და იმ ცნობილი არქიტექტორის ნამუშევარით, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს ამდენი წლების განმავლობაში. ხო და ანუ ლენდმარკია ეს იზიდავს მართლა რეალურად ტურისტებს და ვიღაცას მოდის ნახოს. იქ საძილე უბანს რო ააშენებ, აი არ მოიზიდავს არავის საძილე უბნის სანახავად რა, იქ შიგნით როგორი მაგარი ინტერიერიც უნდა გააკეთოს სახლში. ამიტომ ეს ჩემთვის პრობლემაა. პრობლემა ასევე ის რომ სრულიად გაუგებრად მოხდა სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ის უნდა გახდეს ბიზნესმენი. პირდაპირ გაგებით. და ისეთ ბიზნესში შედის, რომელსაც ამ ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ გააჩნია, პირიქით ჭარბად არის ეს უძრავი ქონების ბიზნესი წარმოდგენილი, ამ სიჭარბეში ძალიან ბევრია ხარვეზი, ძალიან ბევრია ესთეტიური დამახინჯება, ქალაქისაც და ქალაქებისაც, თავკომბალური განვითარებაც ძალიან მძიმეა და ეს ყველაფერი არ არის გამოწვეული, იმიტომ ჩვენ დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს, ამას ჭარბად ვიღაცები მორბიან მარსიდან უნდა ჩამოსახლდეს ხალხი და ახლა ეს უცხო პლანეტელები თავის კულტურას შემოიარენ. არა, ჩვენთან დემოგრაფიული პრობლემები არის იქიდან გამომდინარე, რომ ვიცლებით ფიზიკურად, ანუ ჯანსაღი, შრომისუნარიანი და მაღალ ეფექტური ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვიცით რომ ეს სტატისტიკა ძალიან დიდია, 300,000 აღემატება და მეორე წმინდა დემოგრაფიით ჩვენი განსაკუთრებით ეს წლების მანძილზე გროვდება, ამაში დამსახურება არც ერთი წყალში ხელისუფლების არ იყო, უბრალოდ დამსახურება არის პირდაპირ იმით რომ გარემო არ იქნება არც ერთი ხელისუფლების ხელში რომ რაღაც კონკურენტული და ჯანსაღი იყოს და ჩვენ შობადობა ბევრად ჩამორჩება გარდაცვალებას და პირველი 8 თვის მონაცემებით რაც იყო, ჩვენ ისტორიულ მაქსიმუმზე ავედით, რომელიც ათეულობით 1000 ნეგატიურ ციფრს მივაღწია და ეს გრძელდება. ამიტომ ამ ახალი შენებლობების გაჩენა კიდევ უფრო ჭარბად მიწოდება არ გამოგვისწორებს ჩვენ დემოგრაფიას. დემოგრაფიას გამოგვისწორებს ჯანსაღი ეკონომიკური და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, რომ მე არ უნდა მეშინოდეს, რომ ჩემი შვილი სკოლას რო დაამთავროს, მისი დიპლომი აღიარებული არ იქნება და მას მოუწევს 11, 12, 17 თუ 18 წლის სწავლის საერთოდ რაში გადაგდება და კონკურენტულ გარემოში, სამყაროს კონკურენტულ გარემოში ვერ შევა, იმიტომ რომ ვიღაცებმა ეს მოწყვიტეს. იმიტომ რომ თავისი პირადი კორუფციული რაღაცები გადაფარო. ანუ ეს პროცესი არის თვითონ ჩემთვის მიუღებელი და ეს გარიგება იწვევს კიდევ ბევრ მიუღებლობას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვთქვი რომ დეველოპმენტში არ არის ჩვენი პრიორიტეტი, ან თუ გახდა სახელმწიფოს აი ამ უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციიდან როცა გველაპარაკებოდა ამ ქვეყნის თვითდანიშნული თუ როგორღაც არის ეს ადამიანი, ეს ლიდერი, უნდა აგვიხსნას რომ პრიორიტეტი საინვესტიციო როდის გახდა საქართველოს და როდის გავხდით ჩვენ დედამიწის უძრავი ქონების ჰაბი, იმიტომ ჩვენ ისე ყველაფრის ჰაბი ვართ. ვართ ტექნოლოგიური ჰაბი, ლოჯისტიკური ჰაბი, ინოვაციების ჰაბი, რა ვიცი, ყველაფრის ჰაბი, ქალიშვილობის და ვაჟიშვილობის ინსტიტუტის ჰაბი, სუფრის აკადემიის ჰაბი და ასე შემდეგ. უძრავი ქონების დეველოპერის ჰაბი როდის გავხდით, იმიტომ რომ აქეთ მარკეტინგულად დავპოზიციონირდეთ, რომ აი აქ ამ პატარა მიწაზე რაღაცა უნდა აშენდეს და ბევრი ხალხი მოვეს. თუმცა მივესალმები ესთეტიური პროექტის მშენებლობას და ხარისხიან მეზობლებს.
გასაგებია, მადლობა პოზიციისთვის ორივე მხარეს. როგორც მე შევხედე, ბევრ რაღაცაზე ვთანხმდებით, უფრო მეტად ვიდრე განსხვავდება ჩვენი აზრები. პირობები არის ის კითხვის ნიშანი, რაც ორივე მხარეს გაქვთ და ეს არის უფრო მეტად შეთანხმების მთავარი წყარო. მე ვისურვებდი, რომ ეხლა როცა ჩავრთავთ 30 წუთიან სადისკუსიო რეჟიმს, უფრო ვისაუბროთ იმ განსხვავებებზე, რაც დაიჭირეთ ერთმანეთის საუბარში, რაშიც არ ეთანხმებით, კონკრეტულად იმაზე, რომ ჩავშალოთ მთელი დებატი. სანდრო, მოდი შეგიძლია შენ დაიწყო, რადგან ბოლოს ბატონო, მე ეს დავიწყო და თუ რაღაც არის მეც გასაგები რომ პოზიციები რაღაც ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მე ერთი ყველაზე მეტად რაც მოხდა რა ყურში არის ის რომ მე რა არ მომწონს რა ამ პროექტში. რომ სანდრიში მე არ მგონია რომ ეს მიწა რაც თვითონ ამბობენ რომ ეს ხალხის მიწაა და რაღაც ჩემთვის თარობა არ არის დაქირავებული მენეჯერი. ჩემთვის თარობა არის ადამიანი რომელიც ჩვენ ზოგადად საზოგადოებას გვაიძულებს გავაკეთოთ ის რაც ჩვენ არ გვინდა. იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს კონკრეტული მთავრობა თუ ზოგადად ნებისმიერი მთავრობა ასე მოწყობილი. იმიტომ რომ ჩემი ნები თუ რაღაც გაკეთება მინდა, ამას სხვა სიტყვები ქვია, ამის მთავრობა აღჭირდება ხოლმე. მაგალითად თუ მე ფულს ვიღაცას ჩემი ნებით ვაძლევთ, იმას ყველაფერს დავარქვე, ინვესტიციას, საჩუქარს, ტრანსფერს, რაც იქნება, ოღონდ გადასახადებს ვერ დაარქვევ. გადასახადების არის იძულებით წართმევა, ან მუქარი წართმეული ფულია. და ამიტომ მთავრობა ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც აი მთავრობის გარეშე არ მოხდებოდა. ზოგადად ასე ამოწყობილი. ეხლა მოგწონს, ანუ ვიღაც შეიძლება შეძლოს საჭიროა, მაგრამ მთავარი ამბავი არის, რომ აი მე არ აღვიქვა იმ ხალხს, როგორც ჩემ დაქირავებულს. პირიქით, მე მინდა რომ რადგან ხედავ რომ ისინი რაღაცებს მაიძულებენ გავაკეთო, სულ მინდა ჩემი პოლიტიკური მიზანია, რაც შეიძლება პატარა იყოს თარობა. სადაც შემიძლია შევამცირო, გადასახადებს შევამცირო, რეგულაციები შევამცირო. თარობის საქმე არის მითხრას რა არის პრიორიტეტი დეველოპერი თუ არ და შემდეგ და აი მე ეს მოხდა რომ აი ჩვენი პრიორიტეტი არისო დეველოპმენტი რომ ამბობთ. ანუ გეგონება მთავრობამ რომ თქვას ახლა არა დეველოპმენტიო და მოდით რა ვიცი პირობითად მწვანე ენერგეტიკაო დაეთანხმებოდით. ანუ რაღაც თქვენ სრულებს რომ დაემთხვეს მთავრობის გაწყვეტილება მაშინ ოკეი იქნებოდა? იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედა ნებისმიერ რა სფეროს არ უნდა იყოს, ეკონომიკის ნებისმიერ სფერო, რომელიც მთავრობას აერჩია, თქვა რომ მე ამაში გავაკეთებ ინვესტიციას, ამაში ჩავერთოებიო, მე მაინც არ ვიქნებოდა ყოფილი. იმიტომ რომ მთავრობის საქმე საერთოდ არ არის ინვესტირება, არანაირი ფორმით არსად და არცეთ სექტორში. ეს ინვესტორი, იმიტომაც ქვია ინვესტორი, რომ ეს ნებაყოფლობითი ურთიერთობებია ადამიანების და თვითონ გააკეთონ რაც უნდა. ეს ერთი და მეორე, რაც ახლოს არის რომ თქვენ თქვით რომ მე გავხდიო ინვესტორიო, თქვენ არ გავხდით ინვესტორი. საქართველოს იმიტომაც ამით დავიწყე რომ ჩვენ ქართული ხალხი რო ყოფილიყავით მართლა ამ მიწის მფლობელი, მაშინ ის არაბი ჩვენ გადაგვიხდით და ფულს. ანუ ჩემ ანგარიშზე დაირიცხებოდა ფული და მოგება ამ პროექტიდან ჩემ ანგარიშზე დაირიცხებოდა. და ჩემ ანგარიშზე რაღაც ფული რო ირიცხებოდა, შეტყოდა რომ ნუ ასე თუ ისე პირდაპირ ვირიბად, მე ვარ ამის ბენეფიციარი, მე ვიღებ ამ სარგებელს. ჩემი ხელმოწერა რო იყოს კონტრაქტში ვიტყოდი რომ ეს ჩემი არის, მაგრამ არც ერთი ეს პირობა არ არის შესრულებული. ხო და მე მგონია არ ღირს რომ ადამიანებს ეს თქვა მოვატყუოთ, რომ ის თვითონ მთავრობა, თუნდაც კარგი მთავრობა, თუნდაც მომავლის კარგი მთავრობა არის რაღაც აი ჩვენი დაქირავებული მენეჯერები. არა, ის ხალხია რომელიც ჩვენ გვაიძულებენ გავაკეთოთ არ გვინდა. და ძალიან ცოტა რამ არსებობს სამყაროში, რაც შეიძლება გამართლდეს ასე შემთხვევაში. ხო და ნუ აი ეს ორი რაც მე მგონი რაშიც აშკარად არ ვეთანხმებით, მაგრამ თუ კიდე არის, რა ვიცი, გავაგრძელოთ პროცესში. კი, ანუ უთანხმოება უფრო მეტი იქნება, რაც უფრო საუბარი წავალ და პირველ რიგში მე მართლა უნდა არ გეთანხმებით, როგორც პოლიტიკოს და როგორც რაღაცა მართვებს და თან თქვენ თან ესეთ პოლიტიკოსი არ ახართ, ხო, რაც გაღალძება მარტო თქვენ არჩევნებშიც მიიღეთ მოწოდება, მოიგეთ რაღაცა ხმების რაოდენობა და საკრებულოშიც ხართ წარმოდგენილი. ამიტომ თქვენი როგორ ვთქვა, თქვენი ელექტორატის, ან თქვენ ვინც აგირჩიათ იმ ხალხის და კიდევ სხვების ინტერესებს წარმოგეთ, იმიტომ თქვა ოპოზიციური პარტია ხართ, ხო? არა ხართ პირდაპირ პროსახელისუფლებო მეოცნებე პარტია, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, ამიტომ ჩემი პოზიცია როგორც მოქალაქის რომელმაც არჩევნებში არ მიმიცია თქვენი პარტიისთვის ხმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კიდე გაქვს შანსი გადასწორდეს. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე თქვენი პარტიის წევრებს ბევრს ვიცნობ, ჩემი მეგობარიც არის ერთ-ერთი თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ასაც ძალიან დიდ პატივისცემ ვიზიარებ და ჯანსაღი ამათია საუბარი ყოველთვის გვაქვს და ყოველთვის გვექნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პასუხისმგებლობას მე თქვენ არ დაგაკისრებთ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ანუ კარგი ზომიერების ფარგლებში, რომ ჩემი უფლებები იმგან მიუხედავად იმისა, რომ თქვენ
მე არ მოგესით ხმა, მაგრამ მაინც ხარ საკრებულოში, ჩემი ინტერესები იქაც წარმოადგენთ, როგორც ერთ-ერთი უმცირესობის აი ამ აზრიდან. მთავრობის ნაწილზე არ გეთანხმებით იმაში, რომ მე მაინც ამ უტოპისტურ თეორიას არ ვიზიარებ ბოლომდე, რომ რაღაც კიბუცური მართვაში წავიდეთ, კიბუცის იდეა და უტოპიურობა, რომ რაღაცა ან ეს ბუშმენების კულტურაში კარგია მთავრობა არ არის, ყველაფერი რაც გვაქვს ჩვენია, ერთია და ნუ რაღაცა ერთიცა, ერთი დედამიწა, ჰარი კრიშნა და მე ამ ჩვენ რაღაცა არა, რატო იცით რომ მარტივად, ეხლა მე უფრო გავამარტივებ ამ თემას, იმიტომ სხვანაირად თუ არ მოხდება, ანუ კიბუცები კომუნისტების მოგონილი იყო, ანუ ჩვენგან 180 წლის განსხვავებული შეხედულება. კი, ვიცი კიბუცი ვის მოგონილი, მაგრამ მე რეალური კიბუცის ცხოვრება ნანახი მაქვს ლაივში და მართლა ძალიან მაგარია, ანუ რამოდენიმე დღე ძალიან კარგია და მე შეიძლება ეს არის ფორმით არ უჭერ ხარს. არა, ვიცი, მაგრამ უტოპიური იდეაა, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ მართლობა და ამას შევადარავდი მე ორკესტრს, მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ორკესტრი შედგება რაღაცა 20-25 ან უფრო მეტი ძალიან მაღალი პროფესიონალისგან თავისი ინსტრუმენტებიდან და მიმართულებიდან გამომდინარე, რომელიც ასრულებენ ვიღაცა სუპერ გენიალური კომპოზიტორის ნაწარმოებს ერთობლიობაში, ისინი ინდივიდუალურად ყველა ძალიან მაგარია, მაგრამ თუ მათ არ გაერთიანდნენ ისინი ერთი ვიღაცა ადამიანის გარშემო, რომელსაც ინსტრუმენტი საერთოდ რაღაც ჯოხი უჭირავს და იქნებს აკეთ-იქით, რაღაცა შეიძლება იმ ხალხმა ინდივიდუალურად დირიჟიზმის მომხრე ხართ, ასე კი, რა თქმა უნდა და დირიჟიზმშიც არის ბევრი თავისებური მიდგომა. ამ ყველა დირიჟორს აქვს, რა თქმა უნდა, კომპეტენცია, ის ყველა ინსტრუმენტზე შეიძლება არ უკრავდეს იდეალურად, მაგრამ მას აქვს სხვა ისეთი უნარები, რომელიც ამ 20-30 უნიჭიერეს და პროფესიონალს ადამიანს აერთიანებს და აზრს მიმართულებას. შესაბამისად, ამ დირიჟორის მიმართულება განსაზღვრავს ერთი და იგივე უნიკალური ნაწარმოების შესრულების სტილიდან გამომდინარე მის ჟღერადობას და სხვადასხვა აღქმას. ამიტომ მე პირადად ვუყურებდი რომ მთავრობა უნდა იყოს დაქირავებული და არის კიდევაც გეთანხმებით რომ მცირე უნდა იყოს ეს მთავრობა და ეფექტიანი და ეფექტური და უნდა მიყვებოდეს იმ გეგმას, რომელი გეგმაც არის პირველ რიგში ჩამოყალიბებული იმ პოლიტიკური ჯგუფის თუ კოალიციის თუ შუალიციის თუ როგორღაც ხდება იმ დღის წესებში, რომელმაც რითიც მან კარგი გაგები დააბოლა არჩევნებში მისული ადამიანები და მათ შორის მეც ჩემ ნაწილში, იმიტომ აი მას ქვია პროგრამა და ეს პროგრამა ზღაპარი არ უნდა იყოს, რომელიც აქამდე სულ ზღაპრებს წერდნენ, არ ვიცი, მე მგონი მე საქართველოს მოქალაქეების უმცირესობაში რომ ვინც ამ უნიჭო დაწერილ ზღაპრებს კითხულობს. თქვენი პროგრამა სხვათა შორის არ წამოგიტყი, იმიტომ მე მქონდა ფუფუნება რომ პირდაპირ ინტერაქციული გასაუბრებებით მიმიღო ერთ-ერთი თქვენი პარტიის ლიდერისგან და მეგობრისგან და კოლეგისგან. ჩვენი გაიცანით სხვების გაიცანით და მაინც ხარ მოგვიცით. მიუხედავად ისა პროგრამებს კითხულობ. კი, იმიტომ რომ აი ამ მიზეზების გამო, რასაც თქვენ ახლა ამბობთ რა, რომ იმიტომ რაღაცა დროს გადავაჭარბე მე მგონი. ზომიერად საერთო რეჟიმი არის. შეხედულების ყოფილი ხართ, მაგრამ აი ეს მაინტერესებს და მთავრობას რომ აერჩია თქვენთვის ასურგველი რაღაც პროექტი, მაშინ დაუჭერდით ხარს. რაღაცით აი მოდი ვაკვირდებით ახლა. აი რამე სფერო, რომელიც თქვენ მიიჩნევთ რომ მოდი თუყო და ინვესტიციები რა არის? მთავრობის პოზიცია რა უნდა იყოს ამ ინვესტიციის განსაზღვრავში და რატომ არ მომწონს მე სახელმწიფო პრიორიტეტად უძრავი ქონების სეგმენტის განვითარება. რომელი იქნებოდა ეს პრიორიტეტი რომ ყოფილიყო სხვა რა იქნებოდა თქვენ უფრო მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანი ის პრიორიტეტები რომელიც ვიცით და გვესმის გაცხადებული მე ცოტა სარკასტული ირონიით ვთქვი, მაგრამ ეს ჰაბი რეალურად ჰაბი რა, ანუ ეს სატრანზიტო დერეფანი რომელიც არსებობს, გვინდა არ გვინდა, ჩვენ გეოგრაფიას ვერ შევცვლით, მაგრამ გეოპოლიტიკურ პოზიციონირება ჩვენს ხელშია. ხო, სად მივდივარ და როგორ მივდივარ და რა გვინდა იყოს ჩვენი მეგობარი. ხო, ამ შემთხვევაში ეს სატრანზიტო ჰაბი რომელიც ჩვენგან გამოუკიდებლად არსებობს შუა დერეფანიდან ტრანსკასპიური გზით რაც ვიცით, ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს, აკავშირებს მცირე აზიას, ჩინეთს და ასე შემდეგ, ევროპასთან და დანარჩენ სამყაროს და რომელიც დაშორებულია ამასთან ორი ზღვის და რაღაცა 6000 კილომეტრის რადიუსი და ეს ერთ-ერთი მონაკვეთი ამ I-60 საერთაშორისო მაგისტრალის გადის საქართველოში. ჩვენი პრიორიტეტი ვფიქრობ უნდა იყოს ის, იმიტომ ეს არის გრძელვადიანი, განგზობიტი ბიზნესი, რომელიც ასევე მოიცავს ძალიან დიდი ღირებულების ჯაჭვს, რომელიც ასევე ბენეფიტურია, ანუ სარგებლიანია უძრავი ქონების ბიზნესისთვის, იმიტომ ჩვენ ყველა ნედლეულს აქ ვერ ვაწარმოებთ, გვჭირდება იმპორტით შემოტანა რაღაცა ნედლეულის, რომელიც ჩვენ ევროპაშიც გამოიყენება, რომ რაღაცა ხარისხიანი აშენდეს და თავზე არ დაგვექცეს რაღაცა, ხო? ამიტომ ეს გზა რაც უფრო ეფექტურია, მაღალგამტარია და ორიენტირებული უფრო მეტი ტვირთი
მოიზიდოს ამ გზამ, იქნება უკეთესი. ანუ გზაში შეედოთ ფული, მაშინ შეაქებდით. ერთ-ერთი, რა თქმა უნდა და შევაქებდი რა, რომ თუ კარგს აკეთებს რაღაცას, უნდა შევაქოთ ადამიანიც და ინსტიტუტებით, ხო? ანუ აქამდე ეს გზა, ანუ ამის ნათელი მაგალითი, იმიტომ ჩვენ ვართ და ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტი თუ შმუვერენიტეტი ახლა გაგვაჩნია, ერთ-ერთი დიდი დამსახურება არის იმ გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტის, რომელსაც ქვია ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი, ხო, რომელიც გადის საქართველოზე, რომელიც უზრუნველყოფს რაღაც ნავთობის და გაზის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით და გადის გეოგრაფიულად ჩვენს ტერიტორიაზე და ამ რამაც მოგვცა ჩვენ ძალიან დიდი უსაფრთხოების გარანტიები, რაც რეალიზებულია უკვე და ვიცით. ეს არ არის ახალი პროექტი, იმიტომ ჩვენ ვთქვით 20-იანი წლების 19 საუკუნის ბოლოს 20 საუკუნის დასაწყისში იგივენაირად აშენდა მილსადენი, რომელიც აშენებამდეც მუხის კასრებით მოქონდათ იქიდან ნავთობი როჩილდებს და ნობელებს და გადიოდა საქართველოსთან და აქედან მოხვდეთ ჩვენს რაღაც ძალიან კარგ რუკაზე ევროპულთან და ამან ძალიან დიდი ბიზნესი მისცა ჩვენ ეკონომიკის და კულტურის განვითარებასაც, რომელიც მე 70 წლიან პაუზით დაგვირგვინდა, სიმძიმეები და ახლა მე ისევ გაცოცხლა. იგივე დონეზე მაქვს საუბარი ზუსტად აი ამ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, რომლის გარდა არის ასევე ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც დღევანდელ დღელობაში ანუ მნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ გზა ან ჩვენ თან რა უპირატესობა გვაქვს, ხო ჩვენ ვართ მულტიმოდალური ტურიზმის დამუშავების საშუალება. შორს წავედით, ანუ გავიგებთ, თქვენ გინდათ რომ თავრობა ბიზნესი ჩართული იყოს, ოღონდ არ არის ეს ბიზნესი ჩართული. თავრობის პოზიცია არის ის, რომ მან შექმნას ისეთი გარემო, რომ ბიზნესი თავისთვის დამოუკიდებლად განვითარდეს, იყოს კონკურენტული და თავრობის პასუხისგებლობა რაც არის, რომ ეს გზა რომ გადის, ეს გზა რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც თავრობის ნაწილია გასაკეთებელი და გააკეთოს ეს გონივრულად და ამ გადახდელი გადასახადებით ან მოზიდული კრედიტებით და მოზიდული ინვესტიციებით იყოს მიზანმიმართულების წოდი. ცუდია, ანუ ცუდია იმიტომ რომ პროექტია ცუდი, ცუდია თუ რომ თავრობა ამას ჩართული. ორივე ცუდია, იმიტომ რომ ანუ პირველზე ვერ ვიტყვი პროექტი ცუდია თუ კარგი, იმიტომ მე ვსჯელობ მარტო იმით რა ინფორმაციაც მაქვს. ამ გასაიდუმლოებული პროცესთან გამოჟონილი ინფორმაციით. თქვენ გაქვთ ფუფუნება, რომ საკრებულოს წევრებმა და იმიტომ თბილისის მერიაში ხომ გაიაროს, რომ თბილისის საკრებულოში დამტკიცება პროექტის, რომ რაღაცას ოდნავ მეტი ინფორმაცია მიიღოთ და იქიდან მერე გაგვიზიაროთ. უბრალოდ მოკვდათ. როცა იქნება ისეც საჯარო იქნება. მეორე ნაწილში ახლა არასაჯარო ნაწილში რაც გვაქვს მარტო ის რენდერები, რომელიც გამოქვეყნდა და ჩემთვის ეს ცუდია, იმიტომ რომ მეტი არაფერი არ ვიცი რომ ეს გახდა პრიორიტეტი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს 6 მილიარდი დოლარის თანხა არ არის ადვილად შემოსატანი და ათვისებადიც. ჩვენი ინვესტიციები მაქსიმუმ იყო 2.2 მილიარდი, როცა ყველაფერი პიკზე იყო და BIP-ის პროექტის მიმდინარე იყო. იმიტომ ეს BIP-ის პროექტი, ანუ ეს ბაქო-ჯეიჰანის მაგისტრალი არ იყო ერთჯერადი ავაშენე და გავედი. ეს გრძელდებოდა მრავალი წელი და იმას ემატებოდა და ღირებულებით დიდი ჯაჭვი შეკრა ამ ყველაფერმა. ამიტომ ეს პროექტის დასრულდა შემდეგ რაღაცა არეულდარევა დაიწყო სამყარომაც მე კოვიდამდე რაღაცა ბიზნესი ქონდა, შემდეგ წავედა და ახლა მილიარდსაც ვეღარ ვახცევ. რეალურია ეს 6.6 მილიარდი როგორ არის იცით რომ ფიზიკურად ამ თანხის ეს ერთბაშად დახარჯვა და შემოტანა არის საქართველოს ბიუჯეტმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდად მხარჯულმა და ობიექტურად მისაც უნდა დაეხარჯა ხარისხიანად მე კორუფციული მებზე არ ვსაუბრობ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წლევანდელ ბიუჯეტში ვერ მოახერხა არსებული ხარჯვითი გეგმის შესრულება. ეს რას ნიშნავს? ანუ რომ ვსაუბრობთ მოდით კარგად ჩავარდეთ GDP-ზე, ანუ მთლიან შიდა პროდუქტზე, რომელიც იქნება მთლიანად ეროვნული აქტივები და ბიუჯეტზე. GDP ვიცით რომ დაახლოებით 90 მილიონ ლარსამდე არის ჩვენი, ხო, მაგრამ ბიუჯეტი არის 30 მილიარდ ლარამდე. ანუ ეს ციფრები სხვა იქ მთელი ბრუნვაა და აქ ნაწილია ბიუჯეტი იქნება შემოსავლებით და ხარჯებით. და ჩვენ ყოველთვის ხო, გვაქვს ის არა, უნდა თქვა რატო მაშინ მთავრობა გვარ იქნება, ვინ უნდა შეაგროვოს ეს 50 ეს საკმაოდ საინტერესო თემა ზოგადად მთავრობის მოვალეობებზე. ვისენდობთ თქვენ თუ არავინ არ დანიშნეთ ამ საკითხს. ანუ ბიუჯეტი როგორ უნდა შეაგროვოთ? მაშინ გადასახადები როგორ უნდა ნიშნოთ, რომ ბიუჯეტში რაც იხარჯება, ყველაფერი სწორად იხარჯება? არა, მე ხო მაგას არ ვამბობ. მე ვამბობ ფილოსოფიურ მიდგომას თქვენი, რომ თავრობა არ უნდა იყოს და ყველგან ცუდია. მე ამას არ ვეკონდება. კიბუცები რო გავახსენოთ მითხრა. კიბუცები და თქვენ სადაც აიყვანეთ, არა, ვიცი, ლაივში მაგ ნახე ერთითვე ნაცხოვრმა კიბუცი. ეს საინტერესო თემაა ძალიან და დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავდება თქვენთვის ეს თემები, მაგრამ შორი არის კომუნისტური რაღაც. არა, ეხლა თქვენ პოლიტიკური მშობლები
გაიგივო, არა, ესე ზოგადად ასეთი არის, საერთო საკუთრება და რაღაც რაც თქვენ ახსენეთ, ეს არის მემარცხენე იდეოლოგიის ეს კიდე ელემენტი და უბრალოდ უხერხულის არის, რომ რაღაცთან კავშირში. კარგით, მოდით თემას დავუბრუნდეთ. მე ვეცდები რომ ვიცი, რასაც დიდი ბოჭი საქმე დავუბრუნდეთ, მე მემარცხენე სოციალიზმის ნაირსახეობა. თქვენ ზუსტად მაგას ხადაგებთ, იმიტომ რომ ულტრა მემარჯვენე იდეოლოგიით ფუთავთ, ხო არა, ფუთავთ ამ რაღაცას და იგივე აი მაგალითები მოხავთ ისეთი რომ აი სოციალიზმი ძალიან ცუდია. კონკრეტული მაგალითებით ისაა თქო, იმიტომ რომ შეგყავთ და იმიტომ არ მოვეცი ხმა თქვენს პარტიას, იმიტომ რომ ბოლომდე არ ამბობ და შეგყავთ მოტყუებაში იმაში, რა ქვია, ამორჩეველი. არ ამბობ და შევცვალოთ დებატის თემა და შევცვალოთ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი რაც კიბუცი გონიო მემარჯვენეობა, ეს არ მემარჯვენეობა, მე მაგი არ მიტყვია რომ მემარჯვენეობა. აბა კიბუცი უშუალოდ თქვენ თქვით რომ დერეგულირებული უნდა იყოს ყველაფერი აბსოლუტურად 100%. არაფერი და ყველაფერი კიბუცი იმიტომ არის დერეგულირებული, იმიტომ ის კიბუცი არის ყველაფერი დაფუძნებული ემპათიაზე ადამიანების ერთმანეთის მიმართ. აუ მოდი არ გვინდა მემარჯვენე მემარცხენე დარწმუნებული ვარ იცის და ეჭვ არ მეპარება, მაგრამ მოდი თემას დავუბრუნდეთ. რაღაც ჯუნგლებში უნდა არა, ძალიან დიდი ბოდიში რა. მე თქო შევაწყოს არ გაკეთდა რომ მე რომ გონია ეხლა გონებაზე გუმელაპარაკებით რა. თქვენ არა რა კონკრეტული ქვეყნის მაგალითი მითხარით, თქვენთვის იდეალური იმ დოქტრინაზე და იმ ულტრა მემარჯვენე იმითი შეფუთული რაღაცა ბოლით კი არა დავამთავრე. მოდი მოკლედ უყასხოთ და ეს თემა ამოვწუროთ. არა პირველ მდგომარეობაში უნდა დარბოდნენ თავრობა უნდა იყოს, რეგულაციები უნდა იყოს. რა თქვენ თქვით ეგ ზუსტად რა. პირველი ბოდიში რა ჩანაწერია და უსმენენ რა. აი თუ უყურებთ ჩანაწერს მე ვთქვი რომ თავრობა არის იძულების ინსტრუმენტი. და იძულები ძალიან ცოტაა მეთქი ისეთი რაღაცა რისთვისაც იძულება შეიძლება იყოს გამართლებული. მე ვთქვი რომ ძალიან ცოტაა ეს. მე ვთქვას რომ საერთოდ თავრობა არ უნდა არსებობს, იმიტომ რომ უბრალოდ თავრობა არის ბუნებრივი, ასე ვთქვათ, შედეგი საზოგადოების ევოლუციის. შეიძლება არც ისე სასიამოვნო შედეგი, მაგრამ ბუნებრივი. და ამ გადმოსახედიდან ლიბერალური იდეოლოგია საერთოდ არ გულისხმობს თავრობა არ უნდა იყოს. ამას ქვია ანარქო-კაპიტალიზმი, ეს სხვა მიმართულება გეშლებათ ეთქვა. ამის არის ციტირებთ ამ ნაწილს და ახლა რომ შევავიყოთ, ამიტომ მე არა, მე ვიცი სადაც ვიპოვე უბრალოდ თქვენ ამას ტირაჟირებას აკეთებთ რომ მარტო თქვენ მე ეხლა ცოტა მეგობრებო, მეგობრებო, ამ თემას უნდა გადავახტეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თავრობა იყოს რაც შეიძლება პატარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შინაგან პატარა, აი მოდით დააკონკრეტეთ მაშინ როგორ რას ნიშნავს პატარა, რა უნდა შედიოდეს თავრობის კომპეტენციაში. ეკონომიკა რაღაც აკეთებს ბიზნესს. თავრობის საქმე არის რაღაცა ეკონომიკის სამინისტროც თქვენ იყავთ, მაგრამ არ უნდა არსებობდეს, რატომ? იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უშუალო რაგონეთ ეკონომიკის სამინისტროს და საქმიანობა და დავალება რა არის და აგენდა რა არის. მაგალითად რო აი პრიორიტეტების დასახვა ეკონომიკაში განავითაროთ წვანე ენერგეტიკა, ან განავითაროთ გზები, ჩაერთოს ბიზნესში, მართოს ეკონომიკის სამინისტრო არავითარებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო არავითარებს. ზოგადად წვანე ეკონომიკის პროექტირება და წვანე ეკონომიკის განსაზღვრება კი ყველაფერი მავნებლობა იყო, ყველაფერი არის ხალხისთვის წარქმნილი ფულით უაზრო პროექტების დაფინანსება და ამას თავრობა არ უნდა აკეთებდეს. თავრობა შეიძლება ქონდეს თავდაცვა, რაღაც პოლიცია, სასამართლო, საგარეო ურთიერთობები და ასეთი ფუნქციები, რომელიც ზოგადად რთულად დაორგანიზებადია კერძო ინიციატივით ამა თუ იმ ფორმით. მაგრამ ის რაც ინვესტორის საქმეა, ენერგეტიკა იქნება, მით უმეტეს ენერგია ხო თავისთავად ინვესტორის საქმე, არაფერში არის ეს თავრობის საქმე და ზოგადად ბიზნესში ჩართულობა არის თავრობის საქმე და დირიჟიზმი თავის ბუნებით არის სოციალისტ ნაირსახეობა, რაც თქვენ როცა ორკესტრის მაგალითად მოიყვანეთ, გოსპლანი რო იყო საბჭოში იგივე საკეთებდა, იგივე ლოგიკით ხო გამართლებული. უბრალოდ გოსპლანი შეიძლება სულად ჟღერეს, იმიტომ რომ რუსულად არის და საბჭოთა მემკვიდრეობა, მაგრამ შინაარსად იგივე არის. და საბოლოო ჯამში დირიჟიზმი გაფართოებული, ასე ვთქვათ, და გავრცელებული დამთავრდება იმით, რომ თავდება ნებისმიერი სოციალისტური სისტემა, იქნება ეს რა ვიცი კომუნისტური რუსეთი თუ რაღაც დღევანდელი ვენესუელა. ამიტომ შინაარსობრივად თქვენ ხედვაში ძალადობაა ჩადებული, იმიტომ რომ თქვენ გინდათ ადამიანს აიძულოთ ის, რაც თვითონ არ გააკეთებდნენ, ის პროექტი განახორციელოს არ გააკეთებდნენ, ხალხს ფული წაართვათ და მათ ფული თქვენ რომლიღაც სამინისტრო ამ შემთხვევაში ხარჯოს ფული, რომელსაც არ ექნებოდა რომ თქვენ პატიოსანი ბიზნესმენი ყოფილიყავით. სანდრო, თქვენ დაიწყეთ დღევანდელი დისკუსია იმით, რომ თუ ეს პირობები მართალია და მართლა ამდენი მილიარდი დოლარის რაოდენობის ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ამდენი მილიონერი შემოვა, ამდენი ადამიანი დასაქმდება, ამდენი რაღაც სამუშაო ადგილი გაჩნდება და ასე შემდეგ, მაინტერესებს, მოდი გამოყვებით მეც ამ დისკუსიაში, თუ ეს პირობები მართლა რეალურია და ესეთი გადასარევი შედეგი ექნება ქვეყანაზე, როგორ შეიძლება ეს არ უდოდეს რიგით მოქალაქეს და შემდეგ როგორ შეიძლება ეს იყოს ძალადობა მთავრობის მხრიდან, თუ დაუშვებთ იმას, რომ ეს პირობები მართალია და ნამდვილად
ნამდვილად ძალიან დიდ მოგებაზე გაგვიყვანს. რატომ შეიძლება ამ შემთხვევაში მაინც ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავრობა აკეთებს იმას, რასაც არ უნდა აკეთებდეს, თუ ამას ესეთი კარგი შედეგი მოყვება. აი მაგალითად, ზოგადად, მთავრობა შეიძლება რაც გააკეთოს, რომელიც ვიღაცისთვის იყოს სასარგებლო. მაგალითად, მთავრობა შეიძლება არ შენოს გზა, რომელიც, რა ვიცი, ვინც ამ გზას იყენებს, მისთვის სიკეთეა, მაგრამ როცა დათვლი რის ხარჯზე გაკეთდა, ეს შეიძლება აღმოჩნდეს უამრავი ადამიანი, ვის რაღაცას დააკლო, ფული წაართვა მარტივად თქვა ამ გზის ასაშენებლად. და ის ხალხი იმ ხალხს შეიძლება არ ჭირდებოდეს ეს გზა. რამდენად უამრავი გზა არის სხვა რეგიონში აშენებული, რომელიც შეიძლება არავის არ ჭირდებოდეს. აქაც იგივეა, ზოგადად 6 მილიარდი რო შემოდის, თუ არ შემოვა, მე როგორც ხვდები, საუბარია 10-ჯერ უფრო ნაკლებ თანხაზე, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, რომ დიდი თანხა შემოდის, ამას ხო არაფერი ცუდი არ მოყვება იმ გაგებით, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება, რაღაც ქარხნები, რაც საწარმოები განვითარდება და შემდეგ ხალხი დასაქმდება. ოკეი, მაგრამ ჩემი პრობლემა ეს არის, რომ როცა ამას მთავრობა აკეთებს, როცა მთავრობა მონაწილეა, ის როგორც მინიმუმ ეს პროექტი იღებს სრულიად უსამართლო კონკრეტულ უპირატესობას სხვა დეველოპერ პროექტებთან. მაგალითად, მომხარებელი უყურებს, ხედავს, რომ პრემიერი აკეთებს რეკლამას. ეს ანტირეკლამა ხო არ გამომაპირიქით საქართველოში. სხვანაირად შეხედეთ, თუ იცი რომ პრემიერი რეკლამას აკეთებს, მინიმუმ ხვდები რომ მთავრობა რო არ მიიღო დაეხმარება, არ გაუჭედავს ნებართვებში. სხვა ყველა დეველოპერს ეს პრობლემა აქვს. შეიძლება ნებართვა არ მისცენ, შეიძლება რაღაც მოხდეს და პრემიერი მის რეკლამაში იღებს მონაწილეობას. არ მგონია ამ პროექტს ვიღაცამ რამე გაუჭედოს, სადმე რამე პრობლემა შეექმნას. წავა ძალიან სწრაფად. ამიტომ ადამიანს უფრო მეტი ნდობა უყალიბდება. და შეიძლება მიწაც კი არ დავამუშავონ და ერთი სართულიც არ ააშენო, უკვე გაყიდონ ის ბინები, ანუ ჰაერი გაყიდონ. და სხვები რო ყიდიან ჰაერს ეს უკვე ცუდია და თაღლითობის რაღაც ეს არის შეიძლება ახლოს იყოს და კიდე ეს ხო იყო ასეთი და ამიტომ ზოგადად თავრობის საქმე არის ანუ ჩემი თავარი პრობლემა არის რომ აღშფოთება ხალხის ამ პროექტზე შეიძლება იყოს სწორი და ლეგიტიმური მათ შორის რომ გამჭვირვალე არ იყო დაშენებული მაგრამ ჩემი თავარი ამოცანა რომ მივმართოთ აღშფოთება სწორი მიმართულებით არა ინვესტორზე არა ინვესტიციაზე არა დეველოპმენტზე არა კიდე რაღაცაზე თქვა რა ვიცი წანისის მიწაზე ან რაღაც გონიოზე არა იმის რომ თავრობა ის საქმე არის ბიზნეს კეთება ის ზოგადად ადამიანის თავში უნდა ჩამოყალიბდეს რომ თავრობის საქმე არის ბიზნეს კეთება არასდროს ამას როაკეთებდეს რომელიმე კერძო კომპანია და იგივე შედეგი აი შედეგი თუ მაინც ცუდი ექნება რატო არ იქნება პრობლემა ასრულისგებლობა როცა კერძო კომპანია რაღაც აკეთებს ან მე თუ რაღაც ვაკეთებ და გავკეთებ ქვეყანა გადააყოლა ამ ერთ შეცდომას ხო და ამაში საქმე მე თუ ჩემ ფულს ჩავდებ და გავკოტრდები მე დავზარალდები მაგრამ თავრობა რო რაღაცას აკეთებს და კოტრდება მაშინ მთელი ქვეყანა აგებს ამაზე პასუხს თავრობას თუ აქვს მე რატომ გონია რომ ამ კოტრას არასაჯაროებენ ორი პირობაა ჩემი აზრით პირველი 6 მილიარდად არსად არ ეწერება და მაშინ გამოვრო ეს თავარი რიცხვი რითაც მოიხიბლეს ასე ვთქვათ ხალხი თუ მოიხიბლეს ტყუილია და მეორე იქ დარწმუნებული ვარ რაღაც ვალდებულება ეწერება თქვათ ინფრასტრუქტურული და ასე შემდეგ ამ თავრობა უნდა გააკეთოს და რომ გადაითვლება შეიძლება უფრო ნაკლები აღმოჩნდეს ვიდრე ის ფული თეორიულად ბიუჯეტში შემოდის ხო და ამიტომ ჩვენ ასე შევხედოთ ამას რომ ეს ბიზნესად მაგრამ თავრობა ამას აკეთებს და აი ჩემი ამოცანა რომ დავანახვა და ეს არ არის ეს სწორი არ შეიძლება თავრობა ამას აკეთებდეს თორე იმიტომ კი არა ბიზნესი გაგებ თავრობა რო შეცდეს ყველა დახარჯავს მიგრატურაზე ფულს აიღებს ვალდებულებს იმაზე ნამახოხეზე ხო ეს მოხდა აი წამოგეთ რა მილიარდი გადავიხადეთ რატომ იმიტომ რომ თავრობის რაღაც პოლიტიკური თამაში ვიღაც ერთი კოცების ფლანგი ეჭყობოდა მეორე კოცების ფლანგს და დავკარგეთ მილიარდი ლარი ყველა ადამიანმა ყველამ დავკარგეთ ეს რომ ჩემი ყოფილიყო ინვესტიცია ახლა შეიძლება ბევრი ადამიანს არ მოეწონოს მაგრამ ისეთი ცუდი პირობები არ ქონა ნამახვან ეს ჩვენი და თქვენი ინვესტიცია ყოფილიყო და ჩვენ გვეჭყობა ну რომელიღაც ერთ-ერთი ჩვენთაგანი დაზარალდებოდა მაგრამ ქვეყანა ხო არ დაზარალდებოდა ანუ ჩემი ჯიბიდან მომიწევნა ჯარების გადახდა რამე და ეხლა კიდე გადასახადების გადახდელს წაართვეს დამატებით ფული და მისცეს თურქულ კომპანიას ამიტომ თავრობა არც აი თავი პრობლემა ეგ არის ჩემი აზრით რაზეც მაყურებელი უნდა დაფიქსირდეს რომ არ არის მნიშვნელობა შეიძლება ამ თავრობას შეიძლება ვერ გამოვასწოროთ ეხლა ოდესმე ხო გამოვასწორებთ ოდესმე ხო შევსვლით საყაროს რო შევსვლით იქ უნდა დავიმახსოვროთ რომ თავრობა არც არ უნდა იყოს ბიზნესმენი თავრობის საქმე არის ბიზნესი ბიზნესმენი არის ბიზნესის საქმე ქველმოქმედების საქმეა თავრობას ვირჩევთ ისეთ რაღაცისთვის რაც სხვაგად არ გამოდის თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული გზა ამ პრობლემის მოგვარების ის უნდა მოგვარდეს თავრობა მხოლოდ კრიტიკული სიტუაციებში რამდენიმე წუთი დაგვჭირდა დაახლოებით 8 წუთი დაგვჭირდა და მე ეხლა ხვდები რომ თქვენთვის ეს საკამათო თემა არ იქნება მაგრამ ვინაიდან ხალხის დიდი ნაწილი და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ამ თემაზე ამახვილებს ხალხს მინდა რომ ამაზეც ვისაუბროთ. აი მაინტერესებს გასაგებია რაშიც უპირისპირდებით ერთმანეთს მთავრობის ფუნქცია მოვალეობებში არის თუ არა ეს მათი საქმე და ზოგადად პირობებზე გვაქვს დისკუსია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს ეშინია კონკრეტულად ეროვნების გამო, იმის გამო რომ ამდენი სხვა ეროვანი არაბული და განსხვავებული რელიგიის მქონე ადამიანი ჩამოვა საქართველოში, შეიქმნება მათი აზრით არაბული ქალაქების სახელმწიფოებისგან შორს ვართ და ამას
ამას ამბობს ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიაც, დაახლოებით 4 მსხვილი პარტია, შედარებით მსხვილი პარტია, ამ საშიშროებაზე ლაპარაკობს. მე მაინტერესებს ამაზე რას ფიქრობთ? თუ კატეგორიულად ეთანხმებით, რომ ეს არ არის საშიში და პირიქით შეიძლება კარგიც იყოს, მაყურებელს თუ დაამშვიდებთ, იმიტომ რომ დიდი ვნებათა ღილვა არის ამასთან დაკავშირებით, რომ არაბული ქალაქები, მით უმეტეს ცოტა ხნის წინ მე მგონი პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობდა, რომ ბრიტანეთის საფრთხეებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მათ თავისი საფრთხეებიც ყოფნით, რომ მუსლიმური წარმომადგენლობის ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს იქ და ბევრ ადამიანს ყველაზე მეტი ვაჟის სახელი მუჰამედი იყო და შემდეგ ახორციელებს ისეთ ინვესტიციას საქართველოში, რომელიც არაბების არის და მესმის კიდევ ერთხელ რომ შეიძლება თქვენს ეს პრობლემა არ იყოს, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილისთვის საქართველოში არის საშიშროება და ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ და თუ არ ეთანხმებით ან ეწინააღმდეგებით, ხალხი დავამშვიდოთ. რომ ამ კუთხით მაინც არ გვაქვს ანერვიულო თუ არ გვაქვს. თუ მე ვიწყებ ზოგადად ეს თუ ამ პროექტზე ვსაუბრობთ, მეგონი ამ პროექტზე რაღაცა ისეთი რისკები არ ახლავს თავის 16000 ბინა არაფერი არის ამ შემთხვევაში 16000 ბინა რომს დაუშვა რომ ყველა არაბების იყოს და იქ კიდევ ვიღაც დამხმარე პერსონალიც არაბები იყოს, აი რაღაც ნუ კაი 30000 კაცზე იყოს საუბარი 40000 კაცზე მარტო აი რუსეთიდან შემოდინება ხდებოდა ხალხის იქ დარჩა პირველ წელს 100000 ადამიანი, ბევრად მეტი და რაღაცა ხო გადავხარშეთ. ჯამში მეგონი ცოტა მეტიც კი შემოვიდა საბოლოო ჯამში. რუსეთი პირდაპირ მტერი არის ჩვენი. ხო, ანუ თუ რუსეთთან თუ მე ხა არაბებთან შეიძლება წასული რაღაც ისეთი გვაქვს ან რაღაც სხვა რელიგია და შემდეგ უმეტესწილად, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გვაქვს რუსეთთან, ცოცხალი კონფლიქტი გვაქვს და ხო გადავხარშეთ ეს რაოდენობა რაღაც ფორმით. მაგრამ პრობლემა ზოგადად მიგაც შეიძლება იყოს. ეხლა ცხადია რომ რა ვიცი, ასე რომ შემოსევა იყოს და 10 მილიონი ადამიანი შემოტობოს, ხო პრობლემა იქნება, ანუ ეს რაღაც კრიტიკული სიტუაცია რომ განვიხილოთ, ეს პრობლემა შეიძლება ბუნებრივად დაალაგდეს. რაც მაგრამ ევროპაში ჩანსეს და ესეც ხდება რაღაც პროპაგანდის ნაწილი, იმიტომ რომ ეხა ევროპელებმა თვითონ დაუშვეს ეს, თვითონ დახვდნენ სუსხდიან, მობრძადით, დაბრძადით, ზოგს ბინებს აძლევენ და შემდეგ და ასე შემთხვევაში უამრავი უსაქმური ჩამოვა მთელი სოფლიოდან შენთან. მაგრამ თარი პრობლემა რაც ამ შიშ მოყვება, მეგონი ჩვენ არ გვემუქრება ზოგადად, ანუ თუ დასამშვიდებელია, მეგონი ეხლა არ გვემუქრება არაფერი ასეთი მსგავსი. მათ შორის არანაირი მიგრაცია არ ხდება, სულ 1200 ადამიანს მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეობას და ის უმრავლესობა ქართველები არიან და ასე შემდეგ, მაგრამ შიში არის იმის სიმპტომი, რომ ჩვენი მოქალაქეები ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქვეყანას. ანუ აი წარმოგიდგენთ, რომ ჩვენ მოქალაქეებს არ აქვს განცდა, რომ ეს თარობა რაღაცნაირად მათი არჩეული, ანუ რაღაცნაირად მათზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ აი რეალობა რო შევხედოთ, ხო ერთი ადამიანის მართლობა გვაქვს. ოპოზიციონერად განწყობილი ხარ შენ თუ ქართულოსნებს ხაჭრე, ხო ხვდები ერთი ადამიანი მართავს ამ ქვეყანას. მოგწონს არ მოგწონს ასეა. შეიძლება დას მოსწონს, არ მოსწონს, ერთი ადამიანი მართავს. ხო და აი ვისაც მოსწონსაც ის ხვდება რომ ასეა. და როცა ხედავს რომ ის ერთი ადამიანი რომელიც მართავს, ასე მოწიწებით ელაპარაკება ამ რაღაც არაბ მილიარდერს. ხო შეიძლება აღმოჩნდეს რომ ერთმა ადამიანმა ეს არაბი თავზე მოგასვას. და შენი ბატონი უკვე არა ვიცი ხალხის პრობლემაა ხალხს და მთავრობას შორის ზოგადი პრობლემაა რომ ადამიანს რომ კონდეს განცდა რომ ეს მთავრობა ჩემ განწყობაზეა დამოკიდებული ჩემ ნებაზეა დამოკიდებული რაღაცნაირად მაინც დამოკიდებული ოდნავ მაინც და არა ის რომ მე ვარ ფული გადამიხადეს და მე იძულებული ვარ წავიდე და ხმამიცე მაშინ არ ექნებოდა შიში უცხოელების მიმართ და ეხლა ხედავს რომ ვიღაც უცხოელი ადამიანი უცხოელი ჩამოვა მილიარდერი რომელსაც ბიზნესთან შენობით თუ თანაბარ პოზიციიდან დაელაპარაკება და შეიძლება ბიზნესის თავზე მოგასვას ის გახდა შენი ბატონი და არ მინდა რავი ერთი ქართული მაინც ყავს ბატონად ეხლა არაბი რო ყავდეს ბატონი სადღაც მეტანია ამიტომ ეს შიში არის სისუსტის სიმპტომი ანუ ჩვენი მოქალაქეები ვერ გზნობენ რომ ეს ქვეყანა მათია და ამიტომ ბუნებრივია ყოველთვის ეშინია ნიკა თქვენც რომ ისაუბროთ ამ საკითხზე და კიდევ მინდოდა მეთქვა ინვესტორებზე თქვენი პოზიცია ვიცი რომ ზოგადად ეთანხმებით რომ რაიონებისაც არ უნდა იყოს ინვესტორი რაც უფრო მეტი ინვესტორი იქნება ქვეყანაში ვაჭრობას იკეთია ზოგადად ხო თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით სანდრომ რაზეც ისაუბრა და ზოგადად ინვესტორებთან დაკავშირებითაც რა პოზიცია გაქვთ შემოსვლა მათი თუნდაც ძალიან დიდი რაოდენობით კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის თუ არა კი, ეს ინვესტორების დასაწყისში ვთქვი, რომ ინვესტიცია არის კარგი მოვლენა, ეს არის ეკონომიკური მოვლენა და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ინვესტორები არ შედიან გაუგებარ გარემოში. ამიტომ გარემო უნდა იყოს გაგებული და მართვა. თუ თვითონ ამ ინვესტორების გამოცდილება არის გაურკვეველი და ნუ ეს სულაც მაგაში გჭირდება, ხო? თუ ახლა ჩვენ თავდობა არ აყავს და წავედით ესე აი ამ
ულტრამემარჯვენე იდეოლოგიით შეფუთული რაღაც ულტრალიბერალიანი პოლიტიკით, რა ვიცი, თუ თქვენთვის მისაღებია მაგალითად არგენტინის თანამედროვე ხელისუფლება და ბატონი მილეის, ანუ პრეზიდენტი მილეის დოქტრინა პოლიტიკა, ხო? ძალიან კარგი. მაშინ მაგაზე ეხლა ცალკე მე პოდკასტი ჩაწევდა, თქვენ თვითონვე გაშალოთ ეს ყველაფერი და ამ იდეოლოგიით რატო განსხვავდება, იმიტომ იმან არ გაუქმა არაფერი, ასე თქვა, ყველაფერი რომ გაუქმდეს და ყველაფერი ცუდია და რაღაც კომუნიზმი, იმიტომ თქვენ რატომღაც სოციალიზმზე არა დიდი ბოდიში რა იმას მე ხო გისმენთ და ბოდიში ეხლა მე პოლიტიკოსი არა ვარ თქო, არა მაგ აგენდა პოლიტიკური დრესტესიგი არა მაქვს. ხო და რატომ მეუბნებით იმასაც არა იმიტომ გეუბნებით, არა, იმიტომ მასე დაიწყეთ ზუსტად ხო ლაპარაკი საერთოდ არც ვაპირებდი ამაზე გაიგოს, იმიტომ რომ თავრობა რაღაცა ძალადობა, მე ძალადობის ხველპრი ვარ. 5 წუთს დავუმატებდი. რომ იცოდეთ რა, ამ თავრობის მთელი ოჯახით და მაქვს და არ უბრალოდ არ მოუწოდებ ძალადობისკენ სხვას. და კიდევ ოდესღაც ალბათ იქნება ის გარემოება, რომ მე იურიდიულად ეს სხვების სტატუსი მივიღო და შემდეგ რაღაცა გავაკეთო, რაც შეიძლება რომ ჩემი ეგო ამით დაკმაყოფილდეს. ახლა ჩემი ეგო მანქანაში მელოდება, ჯერჯერობით სანამ ეს არ არის ვერ ამოდის. ამიტომ ის ნაწილი, ასე თქვა, რომ თავრობა რაღაცა არ უნდა იყოს და ეკონომიკის სამინისტრო საერთოდ რაღაც რაში გჭირდება, მე არამას არ დავეთანხმები, იმიტომ კი არა, ოდესღაც იქ მუშაობდი, ან მე მინდა რომ იყოს პრაგმატული თავრობა, პროფესიონალური, ტექნოკრატიული. და სოციალიზმი, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არ არის კომუნისტური იდეა და ეს მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია, ეს არის წყობის ერთ-ერთი და განვითარების ერთ-ერთი პროცესი, რომელიც კაპიტალიზმშიც არის და ეფექტური კაპიტალიზმშია სწორედ და სკანდინავიური მაგალითი შეგვიძლია ვიყოთ. იქაც შეგიძლიათ მე ბევრი დავები დამიწყოთ და რაღაცა ცალკე შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. შეგვიძლია, მე შემოგთავაზებთ მაგას თუ გნებავთ. ამაზე არის პოლიტიკოსებმა ისაუბრონ, იმიტომ რომ ეხლა იმიტომაც აქ არის, იმიტომ არ მოგეცით ხმა, რომ ეს თქვენი ცოტა შედარებით ისეთ მასები არა ხა კაი ბოდიში მე ხო არ გეხა კიდევ შევაწყოს მაყიანთ ხა რას ქვია არ მესმის იმას გაბრალეთ რაც არ გაბრალეთ თქვენას თქვით იმაზე გესაუბრებით და ახლა მოძალადი ხარო არ გესმისო რაღაცა ნუ კაი კიდევ ერთხელ ანუ მე პოლიტიკოსი მე თვალდებულება არა ისა ბატონო სანდრო დიდი ბოდიში რა მე არა ვარ საჯარო მოხელე მე არა მაქვს თქვენის ვალდებულება ეხლა თქვენ ესეც მეუბნებით ხო და ან ძალიან კარგი იმიტომ ძალადობის ინსტრუმენტი გავხდით ხო მე ოჯახით გავხდით ძალადობის მსხვერპლით ხო და ეხლა მიმტკიცებთ რომ შენ ხარო მაკეთო და ნუ ძალიან დიდი ბოდიში რა ეხლა ეს არის შეცდომაში აი ზუსტად თქვენი ნარატივი აი ეს ნარატივი არის ზუსტად იმ კითხვის პასუხი რომელიც თქვენ დამისვით არაბების შიშზე იმიტომ რომ ეს შიში არაბები მე არ მინდა ამ სიტყვის მნიშვნელობა ანუ ფულს ინვესტიციას არ გააჩნია ეროვნება ფული ადამიანებმა მოიგონათ რაღაც გაცვლისიმა და შემდეგ რაღაც ჩამოყალიბდა ქაღალდის სახით და შემდეგ უამრავი რეფორმები მოხდა და 70 რაღაც ოქროს სტანდარტების დაანგრევის შემდეგ რაღაც დოლარი გახდა ესეთი უნივერსალური წყალებში ვალუტა ხო და ანუ დოლარში იმიტომ საუბრობთ ამიტომ ეს ამ ფულმა რო იმოძრაოს ამ ინვესტიციამ ძალიან კარგია მაგრამ ჭირდება რაღაცა რეგულირება იმაზე რაც უმეტესობა ადამიანების თანხდება ხო აქედან გამომდინარე ინვესტიცია კარგია რომ შემოვიდეს ინვესტიცია უნდა შემოვიდეს და ფულს არ აქვს ეროვნება მარსიდანაც მივესალმები თუ ანუ ცხო პლანეტელები ჩამოვლენ აქ და რაღაც თავის მახალ მინერალებს მოგვიტანენ სანამ ის ფულში დაკონვერტირდება მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ კარგად საიდან მოდის წარმომავლობა რა აქვს ამ ფულს რამდენად ლეგალურია რამდენად არ მოყვება ამას სისხლი და რაღაც ადამიანების მონობა და ხო გამიკვირდა ამაზე რომ არ ვსაუბროთ ეს ხო არის თავი ფულის გათეთრების და ას არის და ჩვენ ამაზე მტკიცებით ვერაფერს ვერ ვიზავთ ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერს ვერ დავამტკიცებ მე უბრალოდ შემიძლია ავიღო ამ კონკრეტული კომპანიის გამოცდილება რაც თავისუფლად იძებნება და ვნახოთ რომ მათ მიერ შესრულებული 8 თუ 9 პროექტიდან 8 პროექტი ადვილად იძებნება ამ 8 პროექტიდან ყველა პროექტთან იყო კითხვები ამ მიმართულებით დასმული აქედან რამოდენიმე პროექტი გაჩერდა მათ შორის ერთი მულტი მეგა მილიარდიანი პროექტი თუ არ ვწდები უნგრეთში დაკენსელდა იქაური ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღარ წავიდა წინ რომელიც 10 წლის წინ იყო ასევე დაწყებული და ერთი თარგი იკვეთება მე პოლიტიკოსებისგან მაგალითად გამიხარდებოდა რომ ამ საკითხზე მივიღო უფრო სიმშვიდე ჩემთვის რომ საკრებულოში მიზანი მე არ ვიცი მაგრამ მიზანი იქ იყო ბევრი ასე თქვა აკუზაცია ანუ ბრალდება ერთი იყო არატრანსპარენტული ხელშეკრულება და ამის მიმართულებით კითხვები იყო ასევე დიდი ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან რომ ტრანზაქციები გაყიდვების
ის ფრისეილების, ანუ წინასწარი გაყიდვების იყო 85% ქეშით და დაუსაბუთებელი, ასევე პროექტი 10 წელს განმავლობაში გრძელდებოდა და მეორე ეტაპზეც არ იყო გადასული და იქ რაც აშენდა იყო რაღაცა უბედურება და მოსახლეობის ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ამ ყველაფერმა. შესაბამისად ეს კომპლექსური იყო ეს ყველაფერი, ბრალდებები, ფულის გათეთრება, უკანონო შემოსავალის ლეგალიზებასთან, ეს ჩუმჩუმად გაკეთებული ნებართვები და ბიზნესის დარგის შეშლა, ახსენა ბატონმა სანდრომ, რომ ესეთი რაღაც ხდება, რომ დეველოპმენტი ძალიან განვითარებულია ამ ქვეყანაში, არ გჭირდება დამატებით დიდი თანხმობრივი ინვესტიციები, გჭირდება ინტელექტუალური ინვესტიციები, რომ მეტნაკლებად ქართულმა დეველოპერებმა ცოტა ესთეტიური პროექტები გააკეთონ, იმიტომ რომ შენდება ამას ხვალ ვეღარ გამოცვლი. ანუ ექსტერიერზე საუბარი და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ერთობლიობაში აჩენს იმ კითხვებს, რომელიც უნდა დასვას პასუხისგებლიანმა ოპოზიციამაც, პოზიციამაც, მთავრობამაც და გადასახადის გადამხდელმაც. ანუ მე უბრალოდ გამიხარდება თუ თქვენი მანდატით საკრებულოში მცირედ ხარ წარმოდგენილი, მაგრამ ხარ წარმოდგენილი ამ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ამ მოითხოვთ იმ ნაწილის განსაიდუმლოებას, რომელიც რეალურად არ არის საიდუმლო კომერციული საიდუმლო იყოს იქ იმათ შორის რაღაც გარიგება, რომ ბანკთან იმას ბანკში რას იღებს, მაგრამ ჩვენ დანარჩენი მე ინვესტიახ ჩვენ თეორიულად ამ სიტყვის ტრანსკრიფციით, რასაც დიდი ტრანსკრიფცია, რაც განაცხადა, საერთოდ როცა სახელმწიფო გახდა დეველოპერი, ის გახდა ჩემი და ის კი ჩემზე ძალადობს, ფიზიკურად ძალადობს ახლა და ძალადობს ყველაფრით, არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ძალადობს იმით, რომ კურსი შეცვალა ქვეყნის, ძალადობს იმით, რომ ეკონომიკური კონკურენცია გააოქმა, ძალადობს იმით, რომ კარტელულ გარიგებებშია თავიდან ბოლომდე თვითონ სახელმწიფო ჩართული და ბევრი რაღაცით, რაზეც თქვენი დღის წესრიგია ჩემი არა, მე უბრალოდ ვარ როგორც რიგითი გადამხდელი, გადასახადის გადამხდელი მსხვერპლი ამ ძალადობრივი სისტემის. ზოგადად მოქალაქის ვალდებულება გადაწყვეტები არ გადაიხადოს. არა, ეს არის არასწორი მოწოდება და კი, ეს ამ შემთხვევაში ამ ვერ დაგეთანხმებით გადასახადების, ანუ ეს არის შეგახსენებთ ძალიან ცნობილი ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნიდან რა, რომელიც დარწმუნებული კარგად იცით. კი, რომ კეისის უნდა მისცე და ღმერთს ღვთისაო და ეს კითხვა პასუხი საიდან წამოვიდა რა კითხვიდან, ხო? გადასახადის გადახდის საბიზნესო გადასახადები ასე გაიგიათ, თორემ რომ ხუთი გადასახადი დააწესოს მეცნიერება. თქვენ ახლა რაღაცა ცდილობთ რაღაც უტრირება და დააპატარაოთ თემა და ისე მივდივართ კიბუცამდე, თქვენ კი კომუნისტებს ახლა კიბუცე ზუსტად მაგ თქვენ მემარჯვენე იდეოლოგიით შეფუთულ სისტემაში გაგურეთ და მიხვდებით. ეს სხვა თემაა საერთოდ, მაგრამ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ რეალობაში, სადაც სახელმწიფოები არსებობენ, იმ სახით არსებობენ, როგორითაც არსებობენ, კრეფენ გადასახადებს და კარგი იქნებოდა შემდეგ ამ გადასახადებს საჭიროებისამებრ იყენებდნენ, მაგრამ საქართველოს ბევრად უკან არის, იმიტომ რომ რა გადასახადებსაც თქვენი თქმის არ იყოს ძალდატანებით ვიხდით, იმასაც არ ვიღებთ, რის გამოც იდეაში უნდა ვიხდიდეთ. გადავალ საბოლოო ეპიზოდზე, ეს არის შეჯამების დრო და თქვენ გექნებათ 2 წუთი იმისთვის, რომ მთლიანად შეაჯამოთ დღევანდელი დებატი, დაამატოთ თქვენს პოზიციას თუ რამე გამოგრჩათ და ასე დავასრულოთ დღევანდელი განხილვის საკითხი. ზოგადად მე მგონია რომ თავისთავად ეს პროექტი რაღაც არ წარმოადგენს არც განსაკუთრებულ რაღაც შესაძლებლობებს, არც განსაკუთრებულ საფრთხეს. თუ მართლა შემოვა ის ასობით თუნდაც მილიარდობით დოლარი ძალიან კარგი, თუ პროექტი აშენდება და ვინახავთ ამას корпуსებს შვენიერი, მაგრამ ყველა ეს ტიპი პროექტი საბოლოო ჯამში არის ჩვენთვის მინიმუმ საბაბი იმის რომ ვილაპარაკოთ, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხროთ. ეხლა ჩვენ ვერაფერს მექანიზმი არ არსებობს სამწუხაროდ პოლიტიკური, რომ მთავრობა აიძულო რაღაც სხვანაირად მოიქცეს. რომ მაგალითად ეს მიწა ყოფილიყო პრივატიზირებული, ხალხის საკუთრებაში ყოფილიყო და ხალხს თვითონ გადაეწყვიტა, უნდა თუ არა ვიღაცა ინდუსტრია შემოუშვას თუ არა. როგორც მე მგონია რომ სწორი იქნებოდა და მაშინ არ მექნებოდა რანაირი პრობლემა ამ პროექტთან, თუ ის განხორციელდებოდა, მაგრამ ჩვენ ამ პროექტით შეიძლება ვილაპარაკოთ იმ შესაძლო მომავალზე, რომელიც ჩვენ გვინდა ავაწყოთ. ბოლოს და ბოლოს ეს ხელისუფლება რომ გავისტუმროთ, მე ხო რაღაც სხვა გვინდა. ალბათ იგივე სხვა არ გავიმეოროთ. თუ უბრალოდ ხალხი უნდა შეცვალოთ, იგივე გავიმეოროთ, ხომ აზრი არ გააჩნია. და თუ ეს ხელისუფლება ბიზნესით არის დაკავებული, დეველოპმენტში შევიდა, ალბათ მინიმუმ იმაზე ვფიქროთ, რომ შემდეგი ხელისუფლება ეს როგორ გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს დეველოპმენტით დაკავებული, რომ მიწა ხალხის იყოს და არა მთავრობის, რომ ფული მიდიოდეს ხალხის ჯიბეში და არა ბიუჯეტში, რომ ბიუჯეტი არის ხალხის, იმიტომ რომ წარქმეული ფულია და თქვენ რომ ამბობთ, რომ თქვენ წაგარდვეს ფულია, შეიძლება რომ მოძალადე რომ წაგარდვეს ფული, თქვენ ხო არ ურეკავთ
სადახარჯე ჩემი ფულიო, იმიტომ რომ ეს მისი ფულია უკვე წაგართვათ. და ამიტომ ჩვენი ამოცანაა რომ არა იმაზე რომ ჩვენ გადასახადის გადამხდელები, პატიოსანი მოქალაქეები და მოდი მთავრობა გავაკეთილშობილოთ და თან ვერს ვკითხვა ამ პოლიტიკოსი კიდე არც ისე კარგი ადამიანია და შემდეგ მოდით იმაზე ვიზრუნოთ რომ მომავალ ხელისუფლება როცა გვექნება ისე ავაწყოთ რომ არც ბიზნესში იყოს ჩართული თავის საქმით იყოს შემოფარგლული და მეტი სხვა არაფერში წვეს არ ყოფდეს და რაც შეიძლება მდიდარი იყოს ადამიანი და თავისუფალი მესაკუთრე იყოს და კონდეს გავლენა საკუთარ მთავრობაზე და ასეთი პროექტები უბრალოდ არის კარგი საბაბი რომ ამაზე ვილაპარაკოთ და თუნდაც ელემენტარულად ქართული ოცნების ორწლიანი ყვირილი გამჭვირვალობა გვიყვარსო და დამთავრდა იმით რომ ყველაზე არაგამჭვირვალე პროექტს აკეთებენ ბოლო წლებში. კი ბატონო, მადლობა სანდრო, ნიკა თქვენ შეგიძლიათ შეაჯამოთ დღევანდელი დისკუსია და თქვენც დაამატოთ თუ რამე დაგვრჩათ დასამატებელი. კი, არა, პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავამეორდებით, ძირითად ნაწილზე გვაქვს რა თქმა უნდა ამზაობა იმ მხრივ რომ პრობლემა არის გამჭვირვალობა, პრობლემა არის იმ კანონის თუნდაც იმ დრაკონული კანონის აღსრულების ნაწილში პრობლემა რომ ვიღაცისთვის გამჭვირვალეა და ვიღაცისთვის არა. ამ შემთხვევაში ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ის რომ კი მთავრობა უნდა არსებობდეს, რაც უფრო პატარა და ეფექტური იქნება უკეთესია. შესაბამისად ის პატარა და კონკრეტული იყოს, უნდა იყოს უფრო ტექნოკრატიული და განათლება და გამოცდილებაზე და რა თქმა უნდა პატიოსნებაზე და პატრიოტიზმზე და განათლებაზე დაფუძნებული, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სიტყვებია და არა ჩემი. და სხვათა შორის ნიკო ნიკოლაძეც მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი იყო და არ იყო რაღაც ის მაგრამ სოციალისტი როგორც კაპიტალისტური სოციალისტი ისე არ იქონდა და უყურებდა ამ ნაწილში ბატონ სანდროს რა თქმა უნდა ვეთანხმებ იმაში რომ გამჭვირვალობა კარგად უნდა წამოვიდეს უნდა ვიცოდეთ რაში ხდება ეს რაღაცა ბუტაფორიული დიდი 6 მილიარდი მოდის რა მაგარია და ავშენდით კარგია შემოვიდეს მაგრამ ამ 6 მილიარდი უნდა იყოს ადეკვატური იმ საქმისა რაზეც ეს დაგვიფიჩდა ანუ ასე ვთქვათ როგორც ეს შემოგთავაზეს და შესაბამისად ამ უნდა შეიცავდეს იმ დიდ რისკებს მე პოლიტიკოსებისგან უფრო მივესალმებოდი რომ რაღაც მარსელები მოდიან და შევჭამენ ბატონ სანდროსთან არ მაქვს აბა ყველა დანარჩენ პოლიტიკოსს და ვინც რატომღაც ეს არჩიეს უფრო ბრალებში მათთვის მომგებიანთ რაც სრულიად წამგებიანია და ისევ ამ მართველი ძალადობრივი რეჟიმის წყალზე დაასხეს წყალი არამედ ძალიან ბევრი მოცემულობა იყო რომელიც ციფრებით შეიძლება თუნდაც ეს 6 მილიარდი ლარი არის თითქმის 18 მილიარდი ლარი და თუ შევადარებთ ჩვენს ქვეყნის ბიუჯეტს არის ამ ჩვენი ბიუჯეტის 70%-მდე ანუ ბიუჯეტი არის მთელი წლის განმავლობაში რასაც შემოსავალს ვიღებთ რასაც ხარჯავთ ეგ არის ჩვენი ბიუჯეტი და ეთიცაც გზები იკეთება და სამანტყოფები და სოციალური პროგრამები რაღაცები რაზეც შეიძლება მე ცალკე ვიდაოთ უნდა კეთდებოდეს თუ არა გადასახადები კი ძალმომრეობით უნდა ამოიღონ თუ ცემატყებით თუ რაღაცით თუ არ უნდა ამოიღონ თუ ჩვენ ისეთ საზოგადოება შევიქნებით რომ გავწყინდებით ამ უტოპისტურად და რაღაც ამ სოციალიზმიდან მე გავწყინებულ ანარქიზმში გადავალთ სადაც ჰარი კრიშნა ყველა ბედნიერია და ამ ერთმანეთს პატივცემთ კარგი იქნება მაგრამ მე გეწკნებოთ ამ რომ არა ამიტომება ამ თავობის მართვის გარეშე გამორიცხულია მადლობას მოგახსენებთ მოსვლისთვის დროის დათმობისთვის საინტერესო დისკუსიის წარმართვისთვის იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო ხალხისთვისაც და ცოტა დამამშვიდებელიც იმიტომ რომ სანამ მეც შეძლებს დაგვარად გავარკვევდი ამ საკითხში მეც ყველაზე დიდი პრობლემა ეს არაბიზაცია მეგონა და ცოტა შეშინებული ვიყავი და ეხლა იმედია რომ მე არა და მე კიდე როდის გაგაწყვეტნეთ კიდევ ერთხელ ბატონ სანდროს და ყველა პასუხისგებლია პოლიტიკოს მოუწოდები რომ ობიექტურად მარსელობას თავი დაანებონ შეგნებულად სხვა ამ სიტყვას და უფრო ციფრებზე შინაარსზე თუნდაც იმ იდეოლოგიით რომელსაც ბატონი სანდრო და მისი პარტია იზიარებს მართვის ნაწილში რომ კონკრეტული ციფრებიდან გამომდინარე გამოვიდეთ პრიორიტეტები რატომ გახდა უძრავი ქონების ბიზნესში შესვლა ამ ქვეყნის განვითარების პრიორიტეტი მადლობა. იმას მარჯვენა მარცხნივ დავიდა, ესეთი კითხვაზე. მოკლედ, იმედია რომ საინტერესო იყო ხალხისთვის, მაყურებლისთვის, რაღაც ინფორმატიული და შინაარსის მიმცემი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ. მაყურებელს კი ვეტყვი რომ პირველ რიგში თქვენთ მადლობა ამდენი ხანი ჩვენთან დარჩენისთვის და ყურებისთვის. მოგიწოდებთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, ასევე თვალიადევნოთ მის სხვა პროექტებს YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე და შეგახსენებთ იმას რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი.